გამარჯობა გამას მაყურებელო, მე ვარ გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი, თქვენ კი ხართ გამა ნიუზზე, ჩვენ ვიწყებთ. ეგრევე დავიწყებ არც თუ ისე სასიამოვნო, თუმცა ფრიად სკანდალური ნიუსით. პეიმან ჰაციევი აღარაა გამას მებრძოლი, ჩვენ ვერ მოვითმინეთ საქციელი, რომელიც მან აკადრა ორგანიზაციას. როგორც გახსოვთ, ჰაციევს ქასიმოვთან ჰქონდა ბრძოლა ჩანიშნული, ორივე მებრძოლმა წონა ჩააბარეს, თუმცა მეორე დილით წონის ჩაბარების მერე, როცა ბრძოლის დღე იყო, დაგვიკავშირდა პეიმანის მწვრთნელი და შეგვატყობინა, რომ სიცხე აქვს მაღალი, გადასხმებზე გადაიყვანეს საავადმყოფოში და იგი ბრძოლას ვერ ჩაატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ ხარჯი გაწია მებრძოლის ჩამოყვანაში, მის ჰონორარის გადახდაში, მის აქ დარჩენაში, კვებაში და ასე შემდეგ, ბრძოლა ჩაიშალა. ეს ხარჯი დარჩა გაუმართლებელი. გვესმის ჩვენ ასეთი სიტუაციებიც ხდება საბრძოლო სამყაროში, თუმცა პეიმანის შემდგომი ქმედებები იყო მიუღებელი. უკვე როცა ბრძოლა ჩაუნიშნეთ და გადავწიეთ, ამაზე საჯაროდაც ვისაუბრეთ პრესკონფერენციის დროსაც, ქასიმოვიც გამოვიდა, გამოწვევა გააკეთა და თქვა, რომ შემდეგ გამას შეჯიბრზე ის მზად არის პეიმანთან ჩაეტარებინა შეჯიბრი. პეიმანიც თავიდან მხოლოდ მის, ასე ვთქვათ, შეუძლობას ამიზეზებდა ჩხუბის ჩასლის მიზეზად, თუმცა მერე რომ დაუკავშირდით, რომ დაგვემტკიცებინა ბრძოლა, მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანელთან არ სურს ბრძოლა. ჩვენთვის ეს პასუხი სრულიად მიუღებელია. ორგანიზაციამ უკვე გაწია დიდი ხარჯი ამ ბრძოლის გასაკეთებლად. ორგანიზაციამ ჩადო თავის ყველანაირი რესურსი, რომ ეს ბრძოლა დაერეკლამებინა, როგორც პირველად, ასევე მეორედ და ასეთი არჩევა და დღეს მინდა ხვალ არ მინდა არ მოსულა რა ბიჭებო. აქ ნინიაზბაღი არ არის, თამაშებს არ ვთამაშობთ, ბევრის გასაგონად, აქ საბრძოლო სამყაროა და ჩვენთან ყველაზე სასტიკი ბრძოლებია. ამიტომ თუ გამასთვის მზად არ ხართ, მიუხედავად იმისა, რომ პროფსპორტსმენი ხარ, ტყუილა ნუ შეგვაწუხებ, ნურც ჩვენ და ნურც თავს შეიწუხებ. პეიმან ჰაციევი გამას მებრძოლი აღარაა და აღარ ამგონია ოდესმე გახდეს. ასევე მინდა შეგატყობინოთ იმის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია მაქსიმალურად ეცადა ბრძოლა ბექა გაბაიძესა და დიმა ჯიქიას შორის შემდგარ იყო, შეგახსენებთ, რომ ბექა გაბაიძე მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოგებების სერია აქვს, პრინციპულად არ იხდიდა ხელთათმანებს, თუმცა ჩვენ შევძელით და მოველაპარაკეთ ბექა გაბაიძეს, რომ ხელთათმანების გარეშე შუშველმუშტებზე გაეზიარებინა რინგი დიმა ჯიქიასთან სატიტულო ბრძოლაზე. თუმცა ამ ეტაპზე უკვე დიმა ჯიქიამ მოითხოვა დამატებითი ჰონორარები, განსაკუთრებული პირობები და პირდაპირ რომ ვიყო აბსურდული პირობები, წაგების შემთხვევაშიც საჩემპიონო პირობებს ვერანაირად ვერავის ვერ დაუტოვებთ. თუნდაც კონორ მაკგრეგორი მოვაწეროთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვერ შედგა ასეთი გარიგება ორგანიზაციასა და დიმა ჯიქიას შორის. რის საფუძველზეც დიმა ჯიქიამ გადაწყვიტა, რომ მეორეჯერ ქამარი დაეტოვებინა. მე რაღაც დონეზე პირველ ნიუსთან გავაიგივებ ამას. ჩემთვის პირადად, როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელთან და როგორც ორგანიზაციის მთავარ მატჩმეიკერისთვის, მიუღებელია ასეთი საქციელი. მით უმეტეს პირველად არ ხდება ჩვენს და დიმა ჯიქიას ურთიერთობებში. როცა მაგ მებრძოლმა დაიმსახურა ქამარი, პერსპექტივა გაუჩნდა ციკლაურთან შებრძოლებისა, ზუსტად იგივე სცენარით მოიქცა და დატოვა გამა თითქმის წელიწადი. თუმცა მე რომ დაბრუნდა, ეგრევე ხმამაღლა დაბრუნდა და სხვა წონით კატეგორია აირჩია, სადაც ლევან ციკლაური არ ასპარეზობდა. არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ, ჩემთვის დიდ საკითხს გამოიწვევს, თუ რატომ იქცევა მებრძოლი ასე, ორივე შემთხვევაში. როცა ბექა გაბაიძე დათანხმდა შიშველმუშტებზე ბრძოლაზე, დიმა ჯიქიამ მოიმიზეზა ისევ კონტრაქტი, როგორც პირველად
და დატოვა ორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არ ვიცი თუ რამე სპორტული პერსპექტივები სხვა ორგანიზაციაში აქვს. ტიტული არის ვაკანტური, ამიტომ ახლო მომავალში იხილავთ დარა და გიგას შორის მოგებულისა და ბექა გაბაიძეს ბრძოლას სატიტულო მეჩაპში. ეს არის გადაწყვეტილება. კიდე ერთი ხმამაღალი ბრძოლის ჩაშლა მომიწია, ვინაიდან მიუღებელი ურთიერთობა მოხდა ჩემსა და ელგუჯა ბიძიგოგიას შორის. ესე იგი, თქვენ გახსოვთ კოტე ზომბი ჭკადუას გამოწვევა, რომელსაც მე პირადად ძალიან მივესალმები. ეს ვაჟკაცი ცნობს თავის ვიზავის, სერიოზული მეტოქეა ელგუჯა ზომბისთვის, კარგი ისტორია აქვს. ანგარიში ერთ-ერთი აქვს. 65 კილოგრამში დაიწყო მათი ისტორია, სადაც ელგუჯამ დაამარცხა. 63 კილოგრამის გრან-პრიში კოტემ დაუბრუნა მარცხი ელგუჯას და გადაწყვიტა დაეცვა წერტილი მათ ორთაბრძოლებში და მოეწყო ტრილოგია. მე ვთვლი, რომ კოტეს ნაბიჯი დასაფასებელია, იმიტომ რომ ელგუჯა არ არის მისთვის ადვილი მეტოქე. მეორე ბრძოლაშიც ელგუჯას წონის დარღვევის გამო მინუსკულებით მოუწია ჩხუბი, ამიტომ ბევრი იძახის რომ მინუსკულების ხარჯზე მოიგო კოტემ ეს ბრძოლა და კოტემ თავისი ინიციატივით გადაწყვიტა წონითი კატეგორიის შეცვლა, ანუ 5 კილოგრამით მაღლა ასვლა და ელგუჯა გოგიას გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ელგუჯა გოგია მიიღო ეს გამოწვევა ჩვენ პირად საუბარში, მეორე დღეს უცბად შეცვალა, იმავე საღამოს ბოდიშით უცბად შეცვალა მისი გადაწყვეტილება და მომწერა, რომ ჯერ არ ვიცი ზუსტ პასუხს ხვალ გეტყვი, მაგრამ დიდი ალბათობით ვიჩხუბებო. მეორე დილით დამიბრუნა რაღაცა, ხო გაქვთ თქვენ ბევრი პრეტენზია, რომ ქართულად არასწორად ლაპარაკობ, მე რავი, ეს მესიჯი ვინმეს რო დაგანახოთ, რა შინაარს გამოიტანთ, არ ვიცი, მე როგორც გავიგე რაღაც MMA-ის ბრძოლას ველოდებიო, თუმცა ჩვენი კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, ელგუჯა გოგიას სხვა ორგანიზაციაში ბრძოლის უფლება აქვს მხოლოდ იმის შემდგომ, როცა ჩვენ მივცემთ ამის უფლებას. ამიტომ სხვა ორგანიზაციის ბრძოლა უპირატესად დაყენება მიუღებელია ჩვენთვის, მით უმეტეს უკვე ბრძოლა, რომელზეც პასუხი გაქვს აცემული და აღებული გაქვს გადაწყვეტილების ასე უცბად შეცვლა, მიტრიალება, მოტრიალება. მე ეგრევე დაუბრუნე პასუხი, რაზეც იმავე საღამოს, თუმცა დღემდე არ დაუბრუნებია, მის მერე თითქმის კვირა გავიდა მეგობრებო. ასეთი ურთიერთობა ჩემთვის მიუღებელია, ადამიანს ურეკავ, ვწერ და უბრალოდ თავს მარიდებს. ამიტომ ეს შანსი, რაც ელგუჯას ჰქონდა და არა ერთი შანსი, შეგახსენებთ, მაგ მებრძოლმა ხელიდან გაუშვა, დაწყებული ბაქარ გელენიძესთან ბრძოლის დროს ჩაშლიდან, დამთავრებული საჩემპიონო შეთავაზებისა, რომელიც მან არ მიიღო, რის ხარჯზეც მათ შორის ხვებთან ერთად არ მიიღო და ჯეირანაშვილს მოუწია საჩემპიონო ბრძოლის მიღება და ძალიან მაგარი ბრძოლას ზადო მაგ ბიჭმა. ამიტომ ასეთი ურთიერთობა ორგანიზაციისა და მებრძოლის შორის ვერ მოხდება, ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება. ელგუჯა ბიძიგოგია ჩაიწევა რეიტინგში ასეთი საქციელის გამო. კოტე ზომბი ჭკადუას კი დიდი ალბათობით სხვა მეტოქე ეყოლება იანვარში. ცალკე ყურადღება მინდა დაუთმო მებრძოლების პრომოკოდს. მებრძოლებისთვის ეს არის საშუალება, რომ მათი ჰონორარი გაიზარდოს. ყოველივე ნაყიდი ბილეთიდან, სადაც თქვენ მებრძოლის პრომოკოდი გამოიყენეთ, იმის გარდა რომ ღებულობთ 10%-იან შეღავას და თქვენთვისაც მომგებიანია პრომოკოდის გამოყენება, მებრძოლს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20% ბილეთის თანხიდან მისდის ჰონორართან ერთად. ამიტომ გამოიყენეთ პრომოკოდები, დაეხმარეთ მებრძოლებს, დაგვეხმარეთ ჩვენ და ზოგადად დაეხმარეთ ქართულ საბრძოლო სამყაროს განვითარებაში, რაც მეტი ბიჭი იქნება ძლიერი, მით უფრო ძლიერიერი ვიქნებით. აუცილებლად მინდა თქვენი ყურადღება დაუთმო იმას, რომ MMA-ის შეჯიბრი 20 დეკემბრიდან გადაიწევა 31 იანვრამდე. ეს არის ჩვენი სპონსორთან მოლაპარაკებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება. ვისაც ბილეთები გაქვთ ნაყიდი, ჩვენ უკვე დაგიკავშირდით და ფული ან უკვე დაგიბრუნეთ, ან უკვე დაგიბრუნდებათ. თუმცა დეკემბერში ეს არ არის ყველა ივენთი, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ. 20 დეკემბერში Gamma Fight Hall-ში ჩატარდება Road to Gamma, ვინაიდან MMA შეჯიბრი არ ტარდება. ამიტომ ყველას, ვისაც გინდა თავი გამოაჩინოთ Gamma Grappling-ში, Gamma MMA-ში, Gamma მუშტიკრივში, დარეგისტრირდით ჩვენს ვებგვერდზე
GAMA-FC.G სექცია მონაწილეობა და მობრძანდით 20 დეკემბერს, რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ დაგაწყვილებთ, დაგიკავშირდებით და თუ დაგაწყვილეთ, მობრძანდით 20 დეკემბერს, ჩააბარეთ წონა და გვაჩვენეთ, დაგვიმტკიცეთ, რომ GAMA-ს პროფესიონალური ლიგის ღირსი ხართ. და ეს კიდევ არ არის დასასრული. GAMA Grappling-ი, მეგობრებო, უმაგრესი ივენთი გველის, რომელიც წელს დააგვირგვინებს. 26 დეკემბერს Lock and Choke International დაუპირისპირდება გიმნაზიის გუნდს. 5 ბრძოლა, არანაირი წესების შეზღუდვა, ყველანაირი საბმიშენი, ყველანაირი ჩოუქი, ყველანაირი ქცევა და დახეთქება ნებადართულია. და ამის გარდა, მეგობრებო, 1 არა, 2 არა, 3 არა, 4 სუპერ ფაითი, 4 სუპერ ფაითი. მაშ ასე. GAMA Grappling-ის ფარგლებში გუნდური შეჯიბრებების გარდა, ჩვენ გველის პირველი სუპერ ფაითი ნიკა მუშკუდიანი თაზო ბოჭორიშვილის წინააღმდეგ. მეორე სუპერ ფაითი აჩო ბეჟიაშვილი, ლეგიონის წარმომადგენელი, ამიკო სვიმონიშვილის წინააღმდეგ. მესამე სუპერ ფაითი, რომელიც ჩემთვის ინტრიგით ახსავსია, ძალიან საინტერესოა. გამოცდილი MMA-ის მებრძოლი გიორგი გოგოჭური. ძალებს გამოცდის ამჯერად გრეპლინგის წესებით და უპირისპირდება ერთ-ერთ ყველაზე უსასტიკეს პიროვნებას, რომელიცაა ნიკა ვეკუა. გამოცდილი გრეპლერი, გამოცდილი MMA მებრძოლის წინააღმდეგ. ძალიან საინტერესო ბაუთი, მეგობრებო, 75 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. და ამ ყველაფერს აგვირგვინებს საბა სოზაშვილისა და გიორგი ფოლადიშვილის მეჩაპი. ხო, არ მოგესმათ? საბა სოზაშვილი დაუპირისპირდება გიორგი ფოლადიშვილს გრეპლინგის წესებით, submission only, არანაირი შეზღუდვა, ყველანაირი გდება, ყველანაირი საბმიშენი, ყველანაირი მახრჩობელა GAMA Grappling-ის ფარგლებში. ეს შესანიშნავი ივენთი გელით, გადადით მებრძოლებისა და გუნდების Instagram გვერდებზე, ისინი გაგიზიარებენ მათ პრომოკოდებს, აქაც გექნებათ საშუალება, რომ მიუხედავად ძალიან დემოკრატიული ფასისა, 15 ლარი დაიწყება ბილეთების ფასი და თუ გამოიყენებთ გრეპლერების პრომოკოდებს, გუნდურს თუ ინდივიდუალურს აზრი არ აქვს, ისარგებლებთ 10%-იანი ფასდაკლებით და ამასთან ერთად იცოდეთ, რომ ყოველივე სპორტსმენს მინიმუმ 10, მაქსიმუმ 20% მიუვათ თქვენი დახარჯული ლარიანი დანაც კი. ეს იყო GAMA News-ი, მეგობრებო. მე ვიყავი თქვენთან ერთად, გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი. არ გამოტოვოთ Road to GAMA, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართება და რა თქმა უნდა, GAMA Grappling-ი, რომელსაც საბა სოზაშვილი და გიორგი ფოლადიშვილის შერკინება და აგვირგვინებს, ასევე ძალიან მაგარ სანახაობას გვპირდება. ამ ყველაფრის ნახვას თუ ვერ შეძლებთ GAMA Fight Hall-ში მოსვლას, რა თქმა უნდა შეძლებთ GAMA-FC.TV-ს გამოწერით. GAMA-FC.TV, მეგობრებო, ამ თვეში 27 დეკემბრის ჩათვლით შეგიძლიათ სრულიად უფასოდ დარეგისტრირდეთ, გამოიწეროთ და დატკბეთ ჩვენთან ერთად პირდაპირ ეთერში ექსკლუზიური კონტენტით, რომელიც პირდაპირ ეთერში გადის, დაწყებული ივენთებიდან, გაგრძელებული პრესკონფერენციებიც და პოდკასტებსაც ვიწერთ უკვე, ძალიან მაგარი პოდკასტი ჩავიწერეთ. სტუმრები ყავდა გრიზლი, კრეიზი, ფოლადა, კურტანა, ნიკა ვეკუა და ძალიან მწვავე საკითხებზე ვისაუბრეთ. გიორგი ბუჩუკურიც თან ერთად გავხსენით ეს ივენთი, ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ შეილახა GAMA-ს პოზიციები რკენის გაჩენით. ვისაც გინდათ ამ პოდკასტის ნახვა, გადადით GAMA-FC.TV-ზე, სრულიად უფასოდ დარეგისტრირდით და შეგიძლიათ პოდკასტის ნახვა, იმიტომ რომ ჯერ არსად არდევს გარდა ამისა და YouTube-ზე დაიდება იქით ძველი ახალი წლებისკენ. ამიტომ სრულიად უფასოდ გადმოდით და ნახეთ. მაგარ თემებზე ვისაუბრეთ. ეს იყო